Hi, მოგესალმებით 10 ნათის ტექსტილიდან საღამურით, პენუარით, რაც გნებავთ ის დაარქვით, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ტანზეც გენახათ, როგორი ლამაზია, როგორი დახვეწილია და როგორი აი სრიალეს თლიან ხელზე, როგორ ხართ? დილამშვიდობის მეგობრებო, ხო, სახე რაღაც შეუსაბამოდ გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი კარგად არის და ყოველ შემთხვევაში დავიტენიანე მაინც. როგორ ხართ გოგოებო? ძალიან ბევრი მწერთ და 10 ნათი უნდა მოძებნოთ Facebook-ზე, წინა ვიდეოს ფოტოზეც დავურთე, მაგრამ მოდი კარგი აქაც დავურთავ სადმე, სადაც შეგიძლიათ გადაბრძანდეთ და მიწეროთ თუ მაგათად კონკრეტულად ეს გნებავთ. სხვა დიდად ესე ფოტოები არაფერი უდევთ ჯერჯერობით. ხო და მოკლედ დავიწყოთ დღე. ყავა მოდუღებულია, Instagram-ისთვის ვიდეო გადაღებულია, ასევე Facebook-ზეც ავტომატურად გაზიარდება. ხო და დავლიოთ ერთად, რა თქმა უნდა, რა თუ არა ყავა. აბა როგორ ხართ გოგოებო? როგორ? ხო ხართ კარგად? რატო გადავწყვეტ ხოლმე რომ ესე ახლოდან უნდა მიყუროთ, არ ვიცი. ბატონო. გასათლელი სად არის? აი. მოდით. ამოვიღოთ ჩემი სიყვარული და მივირთვათ. ეს დედამ მომცა და გადავწყვეტე რომ ტკბილეულისთვის გამოვიყენე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კაფეში და ზოგადად ისედაც მეც მიყრია რაღაცა პატარ-პატარა ესეთ ეგრეთ წოდებულ ქვაბებში რაღაცეები და ძალიან მომწონს, ხო და ბარემ ესეც მოვათავსე შიგნით. და ძალიან ბევრ კაფეში მაქვს დანახი სხვათა შორის და ძალიან მომწონს, ესე რომ მივირთვათ. გოგო შეჭამო. მაგრამ შეიძლება რომ კარგად დავჯდე? ყავა დამილევია. და ძალიან მინდოდა. ესე იგი გოგოებო, ჩემს ვიდეოებს ნახვები არ აქვს, ეს 2 დღეა და რატო გეტყვით? ღამის 9-ის ნახევარზე ვდებ ვიდეოს. არა და სულ მაქვს ნათქვამი, რომ ჩემი აუდიტორია, იქაც მიჩვენებს ხოლმე YouTube-ზე, რომ საათებში არის აქტიური. მაგრამ რო ვერ მიხერხდება, ვდებ ძალიან გვიან და 9-ის ნახევარზე ხა ზოგი მაგათად გვიანდებს და მეტი ნახვა აქვს ზოგმა ცოტა ადრე უნდა დადოს და ესე რა. რა გოგონებიდე? აი ესეთები. არ ვიცი და ხო და მე უნდა დავდო 6-დან 7-ის ნახევრამდე, აი ყველა ვარიანტი მაქსიმუმ 7. და გადასარევი ნახვა აქვს ხოლმე, ნუ ერთ ღამეში. ხო და ნუ მოკლედ. არა უშავს მოვინელე. გუშინ იყო წიგნის კითხვის დღე, გოგოებო. სადაც წავიკითხე კარლსონი. ბავშვებისათვის მეცვა გვაჩვენა შეხმაში რომ ზედამეცვა ეგ და ჩვენი ბალიშები მქონდა ჩატენი და უკან მომპერი. გამანტე, თუმადოცნება, გამარტვე, ხო, აი, გამანტე. და თავზე პალიკი. ინახავს, აჭამებს, ხამისი თმე გამანტე. საოცრად გამოვიყურებოდი. თუმადოცნება, გამარტვე, ხო, აი, გამანტე. გული ინახავს, აჭამებს. ეს გადახვევა იყო მოდელა. იქნება ესე. სხვათა შორის კარგად გამოვიძინე. აი რო იტყვა ხოლმე ჯანი დავასვენო, გეგონება ხა დღე და ღამე უმშაობდე. აი ეგრე დავასვენე. ეს ვიზარდ. კამსოს ხედავთ ხო? მე კამსოს ხედავ. მე როგორ ვარ
გამოწყობილი? კარლსონი. თქვენ იცით ვისი ნაწარმოებია? კარლსონი არის ავტორის ლინდგრენის ნაწარმოები. ხო? ცოტა რთული დასამახსოვრებელია, მაგრამ შევეცადოთ დავიმახსოვროთ. კარგით? მოდი გავიგოთ, სად ცხოვრობდა ჩვენი ბუთქუნა კარლსონი. დავიწყოთ? დავიწყოთ. ჩვეულებრივია, აბარა, ქვეყანაზე იმდენი ცისფერთვალა, ცხვირპაჭურა, ხურებ დაუბანელი და მუხლებზე შარვალ გადმოხეული 7 წლის ბიჭი დადის, რომ წყალი არ გაუვა. ვინ დადისო ბავშვებო? შარვალ გადახეული ბიჭუნაო, ცისფერთვალება, ხო? ბოსე 15 წლისაა, ფეხბურთი უყვარს, სწავლით თავს არ იკლავს. რა ცუდია, ხო ბავშვებო? არ უყვარს სწავლა. ანუ ისიც ჩვეულებრივია. ბეტანი კი 14-ისაა. თმა ცხენის ყუდივით აქვს შეკრული, ზუსტად ისე. მოკლედ, აქ დიდი ამბები მაქვს გოგოებო, როგორც ხედავთ. ой, მეგული. გადმოუყარე ყველაფერი, მარიკო სათამაშოები, უკვე გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, როგორც ხედავთ. ხო და უნდა დავუხარისხო, რაღაცები გადავყარო დაზიანებული, რაღაცები გადავალაგო, გადმოვალაგო. ხო და დავიწყოთ ფორიაკი. ვაიმე, უკვე დავიღალე, იმდენი ხანია ვყრი ამეებს და ვფიქრობ საწავიღო, ფიქრით დავიღალე. დავიწყოთ. ეხა ნამდვილად არ საჭიროებს, აი ამდენ სათამაშოს, ხო, არა თამაშობს. რო თამაშობდეს კიდე ხო, მოკლედ გავაღე ფანჯრები, გამოვაღე ეს კარადები, რომ ჰაერმა გამოუაროს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემთან ისე არ არის მირეკავს. ისეთი გამწოვი არ არის ჩემთან, რომ თლად იავარდი მოგვეფინოს. ამიტომ ეს სისთოჯინა მამამისმა რომ მიათხრიშა და მის მერე კიდევ საგე მithლეშილი. ძალიან ბევრი რამე აქვს, რასაც ვთვლი რომ არ იყენებს და ესენი განსაკუთრებით აი მწურმა რაღაცებს ერთ არ იყენებს. რბილ სათამაშოებს დიდად არ იყენებს. ხო და გადავდებ და დედა მოუძებნის ამას ასე ვთქვათ თავის პატრონს. იმიტომ რომ არ იყენებს და უკვე სახლი ყოველ მეორე კვირას ხალხო ფაქტობრივად გადალაგებაში ვართ და ეხა ნახეთ მაღლა ავიდა დედა ახარისხებს რაღაცებს იქაც სათამაშოები დახვდა და ერთი ცელოფანი ჩათვალეთ რომ აქ ჩამოვა. ანუ გამოდის რომ ჩვენ რაც არ უნდა ვცალოთ რაღაცები და ვახარისხოთ მაინც εν რაოდენობის გროვდება. მადლობა ღმერთს რომ ამის საშუალება არსებობს, მაგრამ საწავიღო არა მაქვს ამხელა ადგილი და რა გავაკეთო ახლა მითხარით. თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა ღმერთს რომ აქვს მარიკოს ეს ყველაფერი და არ აქვს დანაკლისები და ასე შემდეგ. თუმცა ვთვლი გოგოებო რომ აი ამდენი მართლა ძალიან ზედმეტია, ანუ აი გულით ვამბობ, ძალიან ზედმეტია ეს ყველაფერი უბრალოდ ეხასაც რა ვუყოთ. არის ამისის და რა გავაკეთოთ. მოდით მისამაგრები რაღაცა ცალკე გადავდოთ, თორე გაუსაძლისია. რა გინდა რო ქნა, მითხარით. აიმე ჯოზე გავაკეთე როგორც იქნა ტოლმა. უბრალოდ გამზადებული იყო, გაყინული და პირდაპირ მოვხარშე, მაგრამ არ ვიცი რა არის და რატო შვება ეგრე, ალბათ ჩაფენილი რო არ აქვს.
და გადავწყვიტე რომ რადგან ნუ აუცილებელია რომ ჩავაფინო თუ არ მიიკროს, ამიტომ ფოთლებით გავჭინო ხოლმე რამდენიმე, იმიტომ რომ ნუ აი ფაქტობრივად 4 ტოლმა ისე მიეკრო, რომ всё დამთავრდა მაგის ყველაფერი. ხო და გავანაწილდით ზედა ქვედა სართულებზე ტოლმასთან დაკავშირებით. მოკლედ ბევრი ჩანთები იყო სახლში. რაღაცები ზოგი უკვე ისეთი, ზოგი ასეთი, მოკლედ ყველაფერი გადავარჩიეთ გამოგზავნილები. ეს მაგალითად ფაქტობრივად 10 მიხმარია, ანუ არ გამომიყენებია. ხო და გადავწყვიტე რომ ჩემს უსაყვარლეს მისის მადონას ვაჩუქოთ. აი მინდა რომ კარგად დაინახოთ ჰერი. ერთი წუთი გოგოება ვაიმე ესე დავიღალე გონზე თუ ვიყო მარიამს გეფიცებით. ნახეთ როგორი ლამაზია. არ ვიცი რამდენად ჩანს, არ ვიცი. ვიღამ თქვა რომ აი სუფთა ჭაობის ფერი როა ეგეთია. არა, ამაზე არ გადამძვრა, ასია მოხატული, მაგრამ ამაზე გადამძვრა. ნახეთ როგორი საყვარელია. როგორი აქვს სახელობ ძალიან მომწონს. უბრალოდ ჩემი სტილი არ არის. ხო და ძალიან მომეწონა და რაღაცა ზედა აქვს, რომელიც წაგავს ამას ძალიან ამ ფერს და მეთქი აუ, მოდი წავუხებ. ამიტომ გადავწყვიტე რომ აი ეს ჩანთა დავაჩუქო და წავუხებ. ესეთი ალო. აღარ ვწერი ვარ ამ ქვეყანაზე. აღარ ვწერი ვარ დედა ჩემსუონები შენ რო წახვალ და ხო, უნდა დავწვე და დავიძინო ერთი 7 დღე მეთქი. 7 დღე ხა სადმე ქნება დასვენების დღე, მაგრამ ისე რომ ხო და ესე მინდა რომ ერთი ცალი ტოლმა მივირთვა. დედა როგორ დავიხალე. თვალები მეწვის რაღაცა კაბა რა ბოდიში ქვედა ბოლო გადავდე, რომელიც იმ შექმას, რომელიც მე მომწონდა, რომ ეს თქვენთვის ესე არ მინახებია და მეც არ მინახავ ჯერ. განახებთ აუცილებლად ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელი. მე მგონი არ მინახებია. ხო, მე მგონი. მოკლედ, ყველაფერი კარგად მოყ, ძალიან კარგად დავდივარ. უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ ჯერ ისევ ბუთქუსა ფეხი რომ აქვს, მაღლა ოდნავ ასვლა უჭირს და საკმაოდ მაღალია მუხლამდე. არ და ისე მომწონს ცხოვრებაში პირველად ამ დონემდე შექმნა მოვიხდინე ფეხზე რომ გადავიიგე. ანუ ეგ ხდება ძალიან იშვიათად და ძალიან მწუხდი რომ მეთქი. არა, ვიცუცნე. ხო და საბოლოოდ დედამ წაიღო. სხვათა შორის ბევრგან არაკეთებენ, იმიტომ სპეციალური მანქანა უნდაო, ესე. ხო და ცენტრალში არ ვიცი სადღაც მათ მიასწავლეს. შიგნით ხდებაო. იქ აქვთო, იქ დანადგარიო და წაიღო მოკლედ. ჯერ 40 ლარი მითხრეს, კინაღამ გადავიდე და ჯერ აპავი. ხო და იმდენი ლაპარაკეს მოკლედ საბოლოო ჯამში 20 ლარში გვიკეთებს ის ქალბატონი და არ ვიცი როდის ჩავეცვა. ჯერ როდის მომიტანს ეგ იკითხეთ, თქვენ კვირა დღეა ხვალ სავარაუდოდ დაისვენებს ის ქალბატონი ალბათ თუ ბატონი კი მე კი არ ვიცი. მე მგონი არ მახსოვს, მე მგონი ხალი მითხრა. ხო და აუცილებლად გამოვიტყუცო. აი მე ისე მომწონს, ჭკუაზე თუ ვიყო მარიამს გეფიცებით, ანუ ჭკუაზე არა ვარ. ხო და ერთი სული მაქვს თქვენს განახოთ, ანუ უჩვეულოდ მოვიხდინე. თუმცა ვერ ვიტყვი რომ მაგით მთელი დღე ვივლი. მაღალია, მაგრამ რაღაცნაირად ისეთი მაღალია, ძალიან მიყვარს ეგეთი მაღალი. ფეხს საერთოდ არ გტკენს. მაგრამ მთელი დღე მაინც მაღალია რა, ეხლა ეგრე მე ვერ ვივლი. სიაროს თავი დაანებე კი ვივლიდი, გააჩნია რასაკეთებ, მაგრამ მე რო ძალიან სულ ტემპში ვარ, ფიზიკურად არ მგონია რომ შევძლო ეგეთი, აი თვალები მეწვის დატვირთვა ჩექმით. ამიტომ გადავწყვიტე რომ სხვა ფეხსაცმელი წავიღო აუცილებლად. მოდი მივირთვათ ტოლმა. მარიამმა მშვენივრად გადაიფინა მე და გითხრათ ერთი ცალი ტოლმა თან ძალიან ბედნიერი სახით. და ძალიან გამიკვირდა, მინდა გითხრათ, ანუ რატომღაც გამიკვირდა. და ამ ბოლო დროს მინდა გითხრათ, რომ მარიკო ტოლმას უფრო მიირთმევს, ვიდრე წვნიანი. იმიტომ რომ აი უპრობლემოდ, ულაპარაკოთ, მართლა ყოველგვარი ყველაფრის გარეშე მიირთვა, რაც აი მართლა წარმოუდგენელია.
მარიამისაგან ეგ ამბავი. ნუ, ძალიან გაგუკვირდა. ხო და წავედით. ფიქრობ გოგოებო, რომ ასნა რა ქვია, თუთმაჯი გავაკეთო, ანუ მაწვნის უპიცომით. არ ვიცი, ნახოთ. დღეს არ მგონია. დღეს მქონდა ასე ვთქვათ გენერალური დამაკების დღე. ოღონდ აი როგორი გენერალური ვერ გეტყვით, ყველაფერი გამოვყარეთ ეგეთი გენერალი. გამოვყარე. ხო და საბოლოო ჯამში მაინც გადავტენე ყველაფერი და მე რავი რაღა გადავყარე. აიმე. ყარე, გადავარჩი და მაინც გადავტენე. აქ და ეს გამოვწიე და აი აქ არის ჩანთების, ასე ვთქვათ, მარიკოს ჩანთების კუთხე. ხო და ნუ ყველაფერი ისეა, რომ ზედმეტი ნამდვილად გადავყარე და გადავარჩი. ხა ამაზე მეც ვერ შეუმცირე ბავშვს ხა ისეთ რაღაცებს, რაც უყვარს და გიждდება, იმას ნამდვილად ვერსად ვერ წავიღებ და ვერაფერს ვერ უზავ. ასე რომ ხა მე როგორც მარილ დამოკიდებული ადამიანი, დამოკიდებულის აღარ მქვია, რავი რა მქვია. რა მქვია მე ვერ გავიგე. ამაში გვაქვს სალათი, კიტრი, პომიდორი, ხახვი და ქვია კაცო ამას, მარული, რა ქვია. ხმეთოჭებო, სალათის პუცელი. მარული, ბერძნულად დავიმახსოვრე, ხასოდ კი ვერ გავიხსენე. მე რა მინდა გოგოებო იცი, რაღაცა მინდა, ვერ გავიგე რა მინდა. ფიქრობ ქათმის ფილესის ხარ გავაკეთო სალათი ხვალ. თუ არ გამოვაგდო ახლა და გავაგეთო. თქვენ რა ფიქრობთ? მაგრამ ბევრი არ მინდა, ანუ აი როგორ მინდა იცი რომ გავაკეთო, რომ აი რაღაცა ის დარჩეს, რა ქვია. აი ესე რომ რაღაცნაირად მივიხსათ, მაგრამ ეს ნამეტანი ცოტა მოიცათაბა ერთი წუთით. მაგრამ თლად ამ ხელას გალღობად არ მინდა, ეხლა რაც მინდა ეს კილოიანი. მე ეს კი არა ხო ვინეგრეტის სალათი ხო გავაკეთო. არა, ფილე არ მინდა. ავდგები და ვინეგრეტის სალათს გავაკეთებ უეჭველი. იმიტომ რომ ისიც მაქვს ყველაფერი რაც უნდა გაურიოთ, ყველაფერი მაქვს და ხო და ავდგები და გავაკეთებ მაგას ხვალისთვის. უბრალოდ ხვალ. ან შეიძლება დღესაც გავამზადო ხვალისთვის. ეგ უკეთესი ვარიანტია ის. სტაფილოც მაქვს. მაგრამ ჭირჭა. გემოები აქვს სასწაულად გამჭდარი. აი, მიტყვა წინა დღეს გაკეთება კარგი, რომ აბსოლუტურად, ნუ ხო მე ხო წყალი გასის, მარილს რო დააყრეთ. წყალი გამოაქვს, მაგრამ ანუ მე ისეც მომწონს, ასეც მომწონს და ის წონსაც რო უშვებს, ეგეც მომწონს. ყველა ვარიანტში, ანუ ძალიან მომწონს. მარილი აკლია უკიდაკანოთ. Აიმე. ამდენი მარილის დაყრის მერე მარილი რასთან დაკავშირებით აკლია ცოტა ვერ გავიგე. მაგრამ არა უშავს. არ ვიცი ხალხო, სამსახურში სანამ გამოვიდოდი 37 მქონდა სიცხე, ტანში მომწროვდა, ვკვდებოდი, გული მიმდიოდა, ცუდად ვიყავი. ძალიან ცუდად ვიყავი. წამლები მივიყარე. 37 მეზე არ უნდა დალიო, თქვათ დამწევი, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი ხალხო, ისე ცუდად რა გითხრათ, აი არ ვიცი, მე მეგონა რაღაცა სხვა პლანეტაზე ვიყავი. და
რავი, დღეს ჯვარი მწერია, მაგრამ დღეს აი ბოდიში გუშინ საღამოს ის სახსრები ყველაფერი მткиოდა, მაშინ ვირუსი მქონდა და 2 კვირა რო ვიწექი ხო გახსოვდა, კიდე გამოვკვდი. აი ზუსტად ეგეთი ტკივილები მქონდა, ყველაფერი მткиოდა, კუნთი, სახს, აი ყველაფერი და მეთქი დავიღუპე. მეთქი მოვჩა. ჩემი დრო წავიდა. ჯერ ახლა გავდი სამსახურში, უკვე ცუდად დავარ მეთქი. საათის ფურცელი საკმაოდ ძვირი ღირს. რადგან ჩვენთან ასე დიდად არ მივირთმევთ. საბერძნეთში ხამის გარეშე სალათი უბრალოდ არ კეთდება. ყველა ამით აკეთებს, მაგრამ საქართველოში ნაკლებად. აი ასე ისტორიულად რო გვიყვარდეს ეგრე ნამდვილად არ ვაკეთებ. მაგრამ აი ხა რომ მივირთმევ, აშკარად ვხვდები რომ ძალიან სასიამოვნოა ყველაფერი ერთად, ანუ ერთად რო არა. მაგრამ ისე რომ გითხრათ რომ აი სალათის ფურცლზე ვგიჟდები, არა. გემრიელად მივირთმევთ, ვინც ჩვენთან ერთად მირთვის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კვების დროს, კვების ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე, ხანდახან ძალიან სიამოვნებს. აი უცხოერ ვლოგერებს დამება რომ ვუყურებ ხოლმე. მოკლედ, დაგემშვიდობებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მიყურეთ, დამითმეთ თქვენი უძვირფასესი დრო, რომელიც არ მყოფნის არაფერში და ის რომ სხვას უყუროთ, ამაში რაღაცა პატარა დროს რაღაცნაირად აკვეხებთ, ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და ძალიან დიდი მადლობა ყველას. კოცნით გემშვიდობებით ტრადიციულად ხვალამდე. შეგეშიდეთ ხალხო, მე ვარ. ეს ჩემი გადავეკიდა რომ დედა გიხდება ასე იარეს ახში გიხდიდიკო გეხვეწები დიდიკო დილიდან ასე დავდივარ. ახლა ხალხო ვარ პურზე გასასვლელი არა ეგრე წამოდი გიხდებო. ილო ასე ვერ წამოვალები. არაო თუ გიყვარ ვერ წამოდიო. რა ვქდა და რა წყალში გადავარდი არ ვიცი. მეორე თარიღში ვთქვი გააჩინე მეორე უთოლი აი წყლაში. ერთის მეყოფა მადლობთ. მეცხრედა ხავარ შემაგი გრიგალი ჩემი შიშით მე ხარობ ხაბრად ვერაგული არ დაგმიწყოთ განკითხვა ცოტი ჯოლები ეს ალკორანის როლა სოდრის მორებში მაგადასტრიდა ვიყო სუდი დაგაგვიწვიდა ჩვენ მათან ვახურა ეკლის ქუდი ისე ჩვენ დავასწროთ ხათმის ჩემი გამოგდობეში ვიდრედის ვეკო ვერადგებდები მესაგდა იყოს დებო პალიტეს უყალესები თამბაშავო თამბაფუნო ჩვენ Don't you wanna be me? Like me? Don't you wanna be me?
მეგონა რომ გადამალეს, კი გადამალეს, მაგრამ ვიპოვი. იპოვის. გამარჯობა ხალხო. ახლა რაზე შემოვკარი? აბა, შენი ფაზით დარიათი და ეს არის. დამიწეთკობი როგორ გამოვიყური. ახლა ისა ტრენდულად მაჩვი. ახლა თქვენ რაც კარგად იცით, ღმერთსაც კარგად მოიხსენება, რომ ახლა ტრენდებს ვერ ჩამოვჭები. ახლა საფთვალები მიგეთია, საფთვალე. ისა რენი ბახვები. ახლა მოგმართავთ ტელევიზიებს. ახლა როცა მოჭიმხართ ისა იქითა, ეს აქ რომ მივიჩვიე გადაცემაში იქნება დავგლიშო. გაფიცებ მაგდაშუს ეს ხელოვანი ხალხი რატო გაგვცეთ ჯანდაბეს იქ და მიჩიმამდი ანადის მოგმართავ დანუკა ჟორჟოლიანო. შენ ახლა ხარ განათლებული ქალი, განათლებული. შიმამდი შეკებები და გიხება რეიტინგი აგიმაღლო ახლა. ძალიან ვარ გადაბჟირებული. ისანი აქვია. დაბადი ქალი. არგი და რეიტინგი დავდო ახლა. არ ვიცი. ხალხო ჩემნაირ ადამიანებს ხო სათლით უნდა ეძებდეთ. ახლა თქვენ ეთქმა სათლები დაკარგეთ. არ ვიცი. მეჩიმამდი ანადის. ხალხო მიაკვირდით ხა რომ ვარ ასეთი და ასეთი უგზო-უკროდ განათლებული და მინდა ტელევიზიაში მუშაობ. ახლა არ ვეკადრები ტელევიზიასა და როგორ არის თქვენი საქმე? ახლა თავრობაში გადავლეკე ის არის. ვეთქი ასე და იმათ ახლა სუბასტი ბუბუზეკიდან მე სამსახურს ამშოვი თუ არ ვიშოვი ახლა. თქვენთან იტანა ნუკ. მიდა ხარ დავდი წავვიპლაკო რა ვიცი მე რაღაცები ვაკეთო, საქმეები ვაკეთო, რაღაცები ვასწრო, რაღაცები ვილაპარაკო. დააბაჭი ხარ. არც მეგეთი არ პირარკამიკი. რატომ ბაჭი მეკარო ხო არ იცი? არ ვიცი. თქვენ ახლა ხალხო კოლექტიური ჯადო რო გაკეთებული ხო ეგრე არ არის. ახლა მიცქიდეთ. მე ვარ ხელოვანი. სადავზივარ საქმეში. მადლობა, დიდი მადლობა. მაგარი ცხოვრება გვაქვს. დააბაჭი ხარ. ვერ გამიგე აბუშობას თუ არ დავაწყები და მისადი. დააბაჭი რეიტინგსა დავდებ, იმასა დავდებ, ვილაპარაკებ, გაგაფრთხილებთ. ხალხო, რატომ მიპატიჟებთ ხარ? არ ვიცი, ძალიან ვარ გამწარებული. არ მეკადრებო. ახლა განუკა შედავ ის არის. ტრენდიული ქალი ხარ და უნდა იცოდე რომ ის არის ჩემნაირი ადამიანები ასე არიან. ხელის გულზე სატარებლები და ანუ ხელის გულზე დაიძებს. წავიდე ემიგრაციაში. სულაგზას არ მიტოვებ. არ ვიცი ახლა. მოგაგით ბარემ შიმშილი და ეგ იქნება. აბა დამაცქერდი. აკეთეთ? არ ვიცი. ღმერთო ყველა შეარგეთ. შემდაირი რძალი, მუშაკი, ყველა და ყველაფერი. ძალიან ამარ გალაპაზებული. ღმერთო